მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავს ლაშიკო. ადამიანი, რომელიც ვიცი, რომ ბოლომდე ცხოვრების ბოლომდე ჩემს გვერდით იქნება, როგორც არ უნდა ვიყო და რაღაც არ უნდა ხდებოდეს და მეც ყოველთვის მის გვერდით იქნები, იმიტომ რომ ჩემი თავი მარტო ამ სამყაროში არ წარმომიდგენია. სოდეს ესე დაწვრილებით არავისთვის არ მომიყოლია ამ თემასთან დაკავშირებით და თქვენ იქნებით პირველები. ერთმანეთი გავიცანით სამეგობრო წვეში. მე მქონდა კონცერტი ქობულეთში, ეს იყო 25 დეკემბერსა. უნდა წავსულიყავით ამ კონცერტზე მეგობრები, ჩვენი მეგობრები და ლაშიკო იყო ჩვენი მძღოლი. და ჩავჯექით თუ არა მანქანაში ეგრევე ვიფიქრე, რომ თან მე მგონია ლაშიკო არის რუსთავიორის მძღოლი, იმიტომ რომ რუსთავიორის კომედი არხის ბიჭები ვიყავით ერთად კონცერტზე ქობულეთში და ჩავჯექი მანქანაში და გავიცანი ლაშიკო და მე და თიკა მახალდიანმა გადავწყვიტოთ, რომ რა კარგი მძღოლი ყოლია ამ რუსთავიორს, ნახეთ, რომელმაც ეს გემრიელად გვამგზავრა, მაგრამ გზაში ირყვევა, რომ არ არის ეს ადამიანი მძღოლი. აღმოჩნდა, რომ მეგობარი უბრალოდ ჩემი მეგობრის მეგობარი და პოტენციური ჩემი მეგობარი. ტელევიზორში მყავდა ნახი ვიცოდი ბრავო ჯეოსტარს უყურებდი, ხდი ტელევიზორის მაყურებელი არ ვარ, მაგრამ მაინც და თავიდან როგორც ალბათ ყველას მომივინდომე, აუცილებლად უნდა მინდოდა მეგობრობა, იმიტომ რომ ავიცი, მავსებდა ყველაფერს, ძალიან მაგარი იყო. მე დავმეგობრდით, ხშირად ვიკრიბებოდი, იმიტომ საერთო მეგობრები ყავს. ამ ადამიანთან მეგობრობამ და დაახლოებამ ის დამანახა, რომ ძალიან მომწონდა მასთან ერთად ყოფნა და ძალიან ბევრ საერთოს პოულობდით. და შემდეგ ალბათ უფრო განშორებამ გვაფიქრებინა ის, რომ ერთმანეთს გარეშე არ გვინდოდა. და გაცილებით მეტი იყო ჩემთვის უკვე ლაშიკო ვიდრე მეგობარი. გაცნობიდან ძალიან საკმაოდ მალე ესე დაუგეგმავად მოხდა ის, რომ წავიდა იტალიაში რამოდენიმე ხნით. და რა თქმა უნდა ჩემთვის რთული იყო, მაგრამ იმ წამს არ მიფიქრია ამაზე, რომ რთული იყო. ვიფიქრე, რომ რა მოხდა, მე ძალიან ბევრი მეგობარი ჩემი არ არის ჩემს გვერდით ყოველთვის. მაგრამ ხო ძალიან რო გამიჭირდა, მე დავფიქრდი, რომ ნამდვილად მეგობარია ეს ჩემი ეს ადამიანი, რომ მე რო ესე ძალიან მიჭირდა, ესე ძალიან მინდა მასთან ერთად ყოფნა, თქო, იმიტომ რომ ძალიან ხშირ კონტაქტზე იყო და ძალიან ბევრს საუბრობდით და რაღაცა ერთმანეთს უტყდებოდით ნელ-ნელა რაღაცეებში. ერთ სიტყვით რა, სულ ერთად გვინდოდა ყოფნა. იმიტომაც ჩამოვედი, რომ აღარ სულ ამასთან მინდოდა. ჩამოვიდა და ჩამკიდა ხელი და მე აღარ გაუშვია. Go on, leave me breathless. ეთილია, მაგარია. კიდე ავის სტიმულს გაძლევს. ცოტა ზარმაცი ვარ. ეს ვარ ყავდეს ალბათ საერთოდ არ ვიცი. მართლა ყველანაირად უკებს, სრულიად კომფორტს მეკნის ყველაფერში და ავიცი, ალბათ კი არა, არასოდეს არ მჯეროდა, რომ ის ერთადერთი რაღაცა. ეხლა დავიჯერე, მართლა ერთადერთია. ვისთან ერთადაც მინდა, რომ ვიცხოვრებ კიდევაც მთელი ცხოვრება. ძალიან ხალისია, ძალიან სულ ჩვეულებრივი ბავშვია. ჩვეულებრივი ხუჭიჭად ბავშვი. უზომოდ და უსაზღვრად თბილი ადამიანია, ყურადღებიანია ძალიან. კარგად ესმის ამ ადამიანს ჩემი, ზუსტად იცის რა დროს რას ბოლომდე მიცნობს, კარგად, ისე კარგად მიცნობს, როგორც ალბათ საკუთარ თავს შეიძლება იცნობდე ადამიანი და მეც კარგად ვიცნობ ძალიან და ბევრი რაღაცები შემოვლითი გზები არ გვჭირდება იმისთვის, რომ ერთმანეთს სათქმელი ვუთხრათ. და ეს ძალიან დიდი კომფორტია. ესე იგი, ეს არის ჩვენი პატარა და ძალიან საყვარელი ბინა, ჩემი და ლაშიკოსი. სულ 2 თვეა, რაც გადმოვედით აქ.
ეს არის მაინც ყველაზე მყუდრო ადგილი, სადაც ყველაზე კარგად გვიცნობთ თავს და ვუყურებთ ძირითადად ფილმებს. თუ სახლში ვართ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათობაა პრინციპში. როცა ჩვენ სახლში ვართ, სახლში მაინც ყველაზე გემრიელად აქ გვგრძნობთ თავს, იმიტომ რომ მეგობრებიც ძალიან ხშირად იკრიბებიან ჩვენთან. გევალება ერთი რამ. უნდა ისაუბროს სიმართლე, რა თქმა უნდა, და მხოლოდ სიმართლე ჩემს დიასახლისობასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი დიასახლისია. თუ მოინდომა უყავთ. თუ არ მოინდომა როგორი ვარ? სუხარი და პური. თუ სუხარი და ყველი. ძალიან გემრიელი საკითხებს სწავლობს, ცდილობს. ყველა ჩემი საფირმო სალათი რაც ვიცი და უნა სალათი ოღონდ მე ვასწავლებ. ეს უნდა დაითქვა. არა აკეთებს ბევრად მაგრამ ვიდრე მე. ჩემი საფირმო სალათი რომელიც ყოველ ძალიან მოსწონს და უყვარს. იმედია მარტო გულს არ მიკეთებენ და იმიტომ არ მეუბნებ ოჯახს. სულ არ. იმიტომ მეტი არ ვიცი. 1 2 3 კარგად ვჭრი. ალაშიკო არის უკომფორტულესი ადამიანი. როცა შია, ჯერ არ იტყვის თუ შია, მაგრამ თუ ძალიან შია და უნდა თქვას რომ შია, რაზეც არ იწვალებ იმას შეჭამს. ხო, ყავა გამომდის ისევე როგორც ყველას, მაგრამ ჩემი უფრო გემრიელია, იმიტომ რომ დღეში სვამს ალბათ 100 ჭიქა ყავას. გემოვნებაშიც ერთნაირად ვართ. ბევრი საერთო გვაქვს აზროვნებაში. რავი, სალომემ ერთ-ორჯერ წამოყვანა სპექტაკლზე. გამოვეკეცი. ხო, რა ცუდი არ მოყვეთქო. ფეხბურთი უყვარს სიგიჟემდე, მე მგონი ჩემსავით თუ უფრო. რომელია? ერთონეზე. მე და ფეხბურთი ერთონეზე უყვარვართ, ერთ სიტყვით გაირკვა. და მithumetes მისი გუნდი იუვენტუსი და ყველანაირად ცდილობს, რომ მეც იმავე გრძნობით მიყვარდეს, როგორც თვითონ უყვარს და ნუ ჯერჯერობით არა ვარ იმ დონეზე გათვითცნობიერებული და არ მიყვარს იმ თემაზე ლაპარაკი, რაც არ მესმის და ნუ ლაშკოს უცდილობს რაღაც ახალ-ახალი ჟაკეტები მოვაქ და მაზომებს, რომ აი შევიყვარო და მიიყვარს პატივსცემ, მაგრამ ნუ ჯერჯერობით ვერ ვიყვავი ისე ძალიან მაგრამ იმედია რომ ძალიან მალე უკვე ისე გავერკვევი როგორც ლაშიკო. ლაშა არის ვიცე-პრეზიდენტი ოფიციალური ფან-კლუბის და მეც რაღაცაში გამაწევრიანა, რაღაცა კი არა. რაღაცა კი არა, ეს არის იტალიაში რაღაცა უდიდესი რა არის, ლაშიკო დამეხმარე. ოფიციალური ფან-კლუბის წარმომადგენელი. ოფიციალური ფან-კლუბის წარმომადგენელი ვარ, არც მეტი, არც ნაკლები, დოკის წევრი. რასაც ზოლი აქვს, ზებრა და იუვენტუსია, ყველაფერი ჩამოაქვს ჩვენს მეგობრებს. ის საათის არაფერს რო არ უკავშირდებოდა ისეთ დღეს ვაჩუქე, იმიტომ რომ გავიგია რომ შეიძლებოდა დაემზადებინათ ნებისმიერი გუნდის ლოგოთი საათები. ქორწილში მოაწყო ისეთი რამ, რაც ალბათ ყველა გულშემატკივარს საოცნებო ექნებოდა. ჩემშულს ელენეს ძალიან უყვარს და ყველაზე დასაკვირი იცი რა არის თავი რაღაცა საყვედურსო ეტყვის, რაღაცას უასწავლის, როგორც აი მე მითქვია თქოს ისე იტყვს და არც რაღაც ეჭვიანობის პრობლემა ქონდა ბავშვი. რო გაიგო პირველი იყო ყველაზე ბედნიერი იყო მე მგონი. საერთოდ ყველაზე ბედნიერი ქორწილის კაბა ქონდა ისეთი რომ ჩემი და სალომეს ფოტო ეხა ერთი სული აქვს სალომეს რა ვიცი, ჩემზე მეტად ვყვარს. ეს ჭკუა ის არის, ბავშვები ვით არიან, თამაში, ეს ეთამაშება სულ, აგიჟებს, ამაიმუნებს. ელე! რა შვები? ამოდი, თუ გინდა ამოდი. ჩვენთან ყავს ელე გადმოსახლებული, სადაც ძალიან ხშირადაა და დიდ დროს ატარებს ჩვენთან. ამას დაემატა ჩემი დიშვილი. მამიკა. მე მაკოც.
ცელკიცა, პანჭიაცა. აჩნია თუ მიუშვი ყველაფერი. თუ ცოტა მე წაუძაბე, ეგრევე ჭკვიანი ხდება. ხო, ოღონდ გიждდება, ჭკუა ეკედება მამამისზე. მისთვის არის ლაშიკოს სიტყვა კანონი კი არა, სუპერ კანონი. რეაქტიულია ძალიან და ისეთია. ბევრი ენერგია. ძალიან დიდი ენერგიის მატარებელია და ვცდილობთ ხოლმე რომ მე და მამამისმა მოვთოკოთ, თორე შეუძლია რომ გადაატრიალოს ქვეყნიერება. თავარია რაიმე დაავალო. მის ძალებს რაც აღემატება, იმასაც გააკეთებს, ოღონდ შეგისრულოს ახლა მეგობრები ვართ. ეიწყება და გამდროა საუბარი. აქ თუ არა, მაშინ მოწერს. მე მიზეს გამოიგონებს. მე დაურეკავს და მე ავე დეპეშას გავუგზავნე. დედაჩემს მართლაც ჩემს მეტად. ვიდრე მე უყარო. ყველა უყარს, მაშინ ამაზე გიждებ. პირველად რომ ნახა, მაშინ მითხრა რომ ამას ცხოვრებაში არ აწყეინე, თორე არ გაპატიებ. აი მე. ძალიან ბევრი დამცველი გამომიდგა ესე იგი, თუმცა ლაშიკოსგან დაცვა მგონი არ ჭირდება. დედამისი კიდე პირველი ჩვენი შეხება იყო ისეთი მაგარი ადამიანია და ისე მაგრად შემოვიდა კონტაქტში. პირველი Skype-ით მაშინ მოსკოვში ცხოვრობდა. კიდე Skype-ით რო გავიცანი, პირველი კარგად შემაკურთხა. მე მივხვდი რა თქო ისაც იყო, როგორი ადამიანი იყო. ეხლა მეგობრობთ, მაგრად ვართ, კარგად ვართ. გვიყვარს ერთმანეთი, თავარი ეგა. Just the two of us. We can make an airy try. Just the two of us. Just the two of us. Build a castle in the sky. Just the two of us. ეხლა ვეხმარები, ვცდილობ ყველანაირად ხელს უწყობ, რომ კარიერა გააგრძელოს და ჩაწეროს კიდე ბევრი კაი, ლამაზი და მხიარული და ბევრი სითბო აჩქოს ხალხს კიდე. კონცერტები მქონდა იქ, ნუ რაჭაში, გურიაში, სადღაც ბევრ რეგიონებში და ლაშიკომ პირველად პროფესიას დაუბრუნდა გაცნობისთანავე რომ მე იარლიკი მივაკარი რომ ეს იყო მძღოლი. ბოლომდე გვერდით დამიდგა და მიმძღოლა მთელი ზაფხულის მანძილზე. Just the two of us. ძალიან უყვარს სიმღერის სულღიღინებს. აი ყოველთვის მეც ამომღერა ქორწილზე, რომელიც სიმღერა საერთოდ რა შუაში ვარ და საჩუქარი მოუწყვეთ ჩვენ მეგობრებს ერთი კაი ლამაზი სიმღერა მომღერეთ. აქტიური რაღაც წვეულებებზე მოსიარულე წვილი არ ყოფილვართ. ძირითადად უფრო სამეგობრო წრეში საუბრობთ, ხშირად მოვდივართ და ვიკრიბებით როგორც მეგობრებთან ერთად, ასევე მარტო. ყოველთვის ბიჭისთვის არის ეს პრობლემა. გოგოს და გოგოს სამეგობრო. სამეგობროც ისეთი იდეალური შეხვდა, რომ და ისე მაგრად მიყვარს ყველა და ისე უყვარვარ ყველას, რომ რა ვიცი, თიკა მახალდიანი მამას მეძახის მაგალითად. მე შვილს ვეძახი. ეგრე ყველასთან მეგობრობა. ძალიან მიყვარს ეს ადგილი, რომელიც თქვენ
ხო, ეხლა ამას ეძახიან და ორივე ცაცებს გვეძახიან. კი, სიურპრიზები ჩვევია. ხო, ერთი შეხედვით არ გავს რომანტიულ ადამიანს, ხო? არც ეხლა არ. რითი ხარ? ბუნებით ხარ. კი, ბუნებით არის. აბარაკენ. აბარაკენ. ჩვენს მეზობლებს კიდევ ცეცხლი გაუჩინა ერთხელ არ მახსოვს რას უკავშირდებოდა ეს ფეერვერკი. მაგრამ ძალიან ახლოს მოვიდა დამთება. და ივანზე მეც ისე ჩამიქროლა, რომ კინაღამ სახე ამაძრო და მეზობელთან შევარდა ეს მაშხალები თუ რაღაცებს საოცრება მოხდა. აი ასეთია, სულ მეთამაშება, სულ ჩემი ჭკუის ვიპოვა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავს ლაშიკო. ადამიანი, რომელიც ვიცი, რომ ბოლომდე ცხოვრების ბოლომდე ჩემს გვერდით იქნება, როგორც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა ხდებოდეს და მეც ყოველთვის მის გვერდით იქნები, იმიტომ რომ ჩემი თავი მარტო ამ სამყაროში არ წარმომიდგენია.